Სამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ისევ და ისევ იმ ისტერიკას, რომელიც ისტერიკაც მიმდინარეობს საქართველოში, ქართულთა გაერთიანებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ნაგავი ნახდათ არ იმსახურებს არანაირი პასუხის გაცემას და ზოგიერთი დიდი პატივია ყველაფერი, მაგრამ ერთი რაღაცა არის, იცით, აი მე მინდა უბრალოდ ჩემ აუდიტორიას დავანახო თუ სისტემა როგორ მუშაობს და აქედან გამომდინარე არის, თორე ეს ნაგავი ხალხი პასუხის ღირსი არ არის. აქ სისტემასთან მიდის ბრძოლა, არის სისტემური დაპირისპირება ქართველ ერს ეროვნულად მოაზროვნე ქართველებს შორის და დამპალაყროლებულ, ამყაყებულ სისტემას შორის. აქედან გამომდინარე ამას ვაქცევ მე ყურადღებას თუ არა. საერთოდ არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა ვიღაცა ნაგავი რა სიტყვის. აქედან გამომდინარე წერ ამ ლაივებს რა რო იცოდეთ, თორე ეს ნაგავი ხალხი ნახოთ რა ყველაფრის ღირსი. სანამ ვიდეო ლაივს დავიწყებდე, მინდა ყველას მიულოცო საქართველოს ნაკრების გამარჯვება, დამსახურებული გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება და რაც შეეხება იმას, რაც სტადიონზე მოხდა, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და ეს გემრიელად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა წარმატებით, პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს იყო თურქულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც არათუ აღკვეთა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურმა, ბატონ გომელაურს და ბატონ ლილუაშვილს, აი ამ ორ სირს არამედ პირიქით ხელი შეუწყოს ამ ყველაფერს, რომ ეთყობა ეს ყველაფერი იმისთვის გული მოეფხანათ რა. ამიტომ ის რაც მოხდა ეს ჰაერზე არ მომხდარა რა. კაი დაგეგმილი იყო პროვოკაცია და მიცეს საშუალება ახლა როგორ კოჭს უგორებენ თურქებს და აზერბაიჯანელებს ჩვენი სპეცსამსახურები, მე პირადად ვარ ამ ყველაფრის მაგალითი, ადამიანი რომელიც დამიჭირეს დიდგორობის გამო და ეს 8 წლიანი მუხლი აღმიძრეს იმის გამო, რომ დავითგარეჯი საქართველოს ვამბობდი. ხო, მას ორი აზრი არ ჭირდება საქართველოში, რა უბედურება ხდება, ურაა გადაქცეული ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ამათ უკანალში როგორ არიან შეძრვალები. ცუდია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც შეიძლება არსებობდეს და არსებულა ჩვენ ერებს შორის, ცუდიც, კარგიც, მთელი წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე, ფაქტი ერთი არის, უბრალოდ ის, რომ სომხებმა ჩვენ ძალიან ღირსეულად გვიმასპინძლეს, ძალიან ღირსეულად დაგვხდნენ, ღირსეულად შეხვდნენ დამარცხებასაც ყველასაფერს და ეს პროვოკაციები არავის არ აწყობდა ნორმალურ ქართველს, გარდა თურქების და გარდა აზერბაიჯანული სპეცსამსახურებისა და ეს შეასრულეს წარმატებით რა. ეგა, სხვა არაფერი და ამის გულისთვის ბატონ ლილუაშვილის სარზია ასანცობი მე თუ მკითხავთ რა. სხვა ბევრი რამის გათვალისწინებით და ასე. ახლა რაც შეეხება უბრალოდ ასე გვიან ვიდეო ლაივს იმიტომ წერ, როგორც თქვი, დასაწყისში აი ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ რანაირად შემოკარგება ოფიციალური ინფორმაცია, რაც არის გაერთიანებასთან დაკავშირებით, არაფერ განსაკუთრებულს მიარვლებ. არის ქართველთა დიდი გაერთიანება და 30-ში არის შეკრება და ვისაც გნებავთ მიბრძანდით. არავის არ იწვევენ. მოწვევა არ ჭირდება ადამიანს თუ იმას სურვილი აქვს ქართველთა დიდი ერთობის. არავინ არ არის მოსაწვევის და წითელი ხალიჩის დაგების ღირსი. ერია გადასარჩენი და ქვეყანაა გადასარჩენი. ხო და ინფორმაცია საკმაოდ ვრცლად ვრცელდება საიმისოთ, რომ 21 საუკუნეში თუ ვინმე შეიწუხებს თავს, რომ მიბრძანდეს იქ და დაესწროს და დანარჩენი გაიგონოს. ხო, მოსაწვევები არ იქნება რა და მეც არავის არ ვთხოვ და ვისაც უნდა ქართველების ერთად ყונה და ერთად დადგომა ის მივა და გააკეთებს თავს გასაკეთებელს და ახლა ვისაც არ უნდა შემოკარგებო, ახლა მე რატო არ მიმიწვიეს, მე რატო არ მაგის დრო გაქვს? მაგის დრო გაქვს, ერი გადაშენების პირას ამი მდგარი? და თუ ამაზე დღეს არ იფიქრე, ხვალ ერი რო აღარ დაგრჩება, ამის ტვინი არ აქვს. ხო, ამიტომ ვისაც არ გინდათ ბატონო, მიბრძანდებით და ვისაც გაქვთ სურვილი, იცით მისამართი სადაცაა, დელისის მეტროსთან 30
მართს იქნება ეს გაერთიანების პირველი სხდომა და დანარჩენ დეტალებსაც გამოაქვეყნეთ. დაიდება დანარჩენი ისე ვიცი მეც ყველაფერი, როგორც იცით თქვენ. თუმცა საკეთე. ხო, და რატო დავიწყე ახლა ეს ვიდეო ლაივი თქვა თქვენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტერიკა ატყდა პერიოდში და გუშინდელ ლაივთან დაკავშირებით კიდე ძალაში რჩება ჩემი შეთავაზება და ადეკვატური ადამიანი ვინცაა და ელემენტარული რაღაცა განათლება აქვს ცხოვრებაში მიღებული ის კითხვები რომელი კითხვებიც იყო დასმული გუშინ და არა მარტო გუშინ ჩემი მხრიდან საპატრიარქოს მიმართ პატრიარქის ნამოქმედართან დაკავშირებით ქართველი ერის მიმართებაში თუ ვინმეს კმარათ ნიჭი აზროვნება განათლება საიმისოდ გიწევთ ეთერი ღია არის ნებისმიერი დაჯექით და მე დავჯდები მოგისმენთ და განმიმარტეთ თუ შეიძლება ამიხსენით მე გზიდან აცდენილ შეპყრობილ ადამიანს რომ რაში არის საქმე რატო ხდება ეს ყველაფერი ასე და რატო არ ხდება ისე როგორც უნდა იყოს კანონიკით და სამართლით და წესით მე მაქვს ამის პასუხი იმიტომ რომ თქვენ ყველა ხართ პუჩისტები და უგარყვნილესი სისტემაა საქართველოში. უგარყვნილესი სისტემა არის საქართველოში, რომლის მთავარი ამოცანაც არის არარსებობს ამათვის ნაცი და კოცი, არავინ ერთი დიდი საქართველოს მოღალატეთა კავშირი არის 92 წლიდან, რომლის მთავარი ამოცანაც არის თვითონ ეგდოს ხელისუფლებაში და ჭამოს და სვას. სხვა ამათ შეიძლება ერთმანეთში ასე ოჯახშიც ხდება დედმამიშვილებში გაუგებრობა. ისია ნაცი და კოცი საბაბი. და ყველა პუჩისტმა, ყველა მოღალატემ, ყველა ნაბიჭვარმა, როგორც კი გაიგო ქართველთა ერთობის შესახებ, დაიწყო კრუნჩხვები. ხო? დაიწყო კრუნჩხვები, იმიტომ რომ აქვთ საკრუნჩხი. აქვთ. იმიტომ აქვთ საკრუნჩხი, რომ მთელი მათი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს ხალატში არიან ჩართული, ქართველს ესროლა დაამხო თავიანთი ეროვნული ხელისუფლება, ამაზე მიიღეს ლოცვა-კურთხევა და ასე ცხოვრობენ დღემდე და ახლა სამარეში ჩავლიან მე აღიარებული სიმართლე გითხრათ. ნოდარ ნათაძის და ერთი-ორი ადამიანის მახსოვს, რომ ამ უბედურებაში რომ მიიღეს მონაწილეობა, იყვნენ დამნაშავეები, თორე ამათ ბიჭო, ამათ რა მოანანიებთ. ჩავლიან საფლავში, ჩაძაღლდებიან, ზუღალი არ დარჩება, ამათი აყროლებული. ესენი ამათ არ მოინანიებენ. ამიტომ საფლავში მიმავალიც კი ქართველთა ერთობის წინააღმდეგ ახლა რატო ვამბობ იმას არის ეგეთი ჩამოყალიბებული შიბლა ეგეთი რაცა ვიღაცისთვის ცნობილი ვიღაცასთვის უცნობი ყოფილი მხედრიონელი მალხას თოფურია ბუდიშთა 1000-ზე გადამხტარი რომელიც წერს აგერ რომ თურმე პატრიარქის მაგინებლებს თან რო კაცი გაერთიანდება ეს ხო კიდე ერთი თხოვნა მაქვს ისე ყველასთან რა როდის დამიდევით რა ვიდეო ან ტექსტური პუბლიკაცია სადაც მე პატრიარქს ვიგინე მე პატრიარქის მიმართებაში დამიდევით აი ყველას გელოდებით ყველას რომ დამიდეთ ეს ვიდეო ეს კომპრომატები ხო გაქვთ თუ არა და ცილს ნუნწამებთ ცილს თქვენი დედა შევეცი მე აი ცილის მწამებლები და ნაბოზურები და ნაბიჭვრები და ჩათალახები რო ხართ აი აქედან ჩარს თქვენი პიროვნება აი თქვენი დედა შევეცი ყველას ვინც მაგას მაბრალებთ მე რომ მე ვაგინე პატრიარქისთვის არ მიგინები აი თქვენ კი გაგინებთ თქვენი ცილის მწამებელი დედას შევეცის უყველასას ხო ალტინფოდან დაწყებული დამთავრებული აი ამ სირით და დანარჩენებით ხო იმიტომ არ ყოფილა ასეთი და ნუმაბრალებთ ხო პატრიარქისთვის არ მიგინები აი თქვენ კი გაგინებთ თქვენი დედა შევეცი იმიტომ რომ ცილის მწამებლები ხართ ახლა რა შეიძლება ამ ნაბიჭვარს ამას და ეს კოლექტიური სახი არის ეგრეთ წოდებული გმირების და ვეტერანების და კობა-კობალაძის ძაღლი ლეკვი აი ეს ბოზიშვილი ჯერ იყო თავის დროზე პუტჩში მონაწილეობდა პუტჩში თბილისში გადატრიალებაში ხო როდესაც თბილისში დაამხეს ეროვნული ხელისუფლება მე აი ესეთი განდონები შეესწნენ აფხაზეთს
აფხაზეთში იქაც ზვიადისტები იყვნენ. ძალიან დიდი ძალა. აი ესეთი ბოზიშვილები შეესწიან იქაობას. ახლა რო იძახიან ვეტერანები ვართ და ესა ვართ ისა ვართ. ვინ რა აკეთა იქ ეს კიდე ცალკე თემა არის. ეს კიდე ცალკე თემა არის. იქ ვინ არის მეომარი? მალხას თოფურია არის მეომარი? და ეს ნაგვები არიან მეომრები? ძარცველები, ყაჩაღები, თაღლითები, რომლებმაც მთელი მათი დამპალი აყროლებული ცხოვრება საკუთარი ერის ტყვის სროლაში გაატარეს. ზიან ახლა და რო კითხო ოპოზიცია. პატრიოტთა ალიანსი, პუჩისტების გაერთიანება როა ეს კვეროვნულები კიდე ის ქარხან მოურავი და ის ირმუშკა და ეგენი რო არიან, აი ბოზიშვილებთან იქა და პატრიარქს რო ადიდებენ და ეს. წადი შვილო, წადი, გაიარე. შეძვერი სოროში, ჩაყუდით, წავიდა თქვენი დრო. მთელი თქვენი ცხოვრება ზარალის და უბედურების მეტი ქვეყნისთვის არ მოგიტანიათ არაფერი. და ეს დედამოწყნულები ყველა აი რომ მოყვებიან მე ეკეთკენ და ზვიადისტების თამადობით და ამის თამადობით და იმის ბიჭო, რაშვაშია ზვიადისტი? რაშვაში არის ზვიადისტი? საერთოდ არ იყო არ ზვიადის მომხრე, არავის მომხრე ადამიანი, როდესაც ხედავ რომ შენ ქართველს ტყვიას ესვრის და კანონიერ ხელისუფლებას ტყვიას ესვრი და ამას ლოცვა კურთხევას აძლევს საპატრიარქო და პატრიარქი. როგორი დამოკიდებულება უნდა რაშვაში აქვს ზვიადიზმი? რაშვაში აქვს თქვენ ხართ ეს აყროლებული ხალხი და ეს აყროლებული ხალხი ხართ 35 წელიწადი აგერ ხელისუფლებაში და აგრძელებთ თქვენ აყროლებულ ცხოვრებას. და ახლა სიბერეში ჩაძაღლების პირას რო ხართ მისულები დაინახეთ ისევ რომ რისთვისაც გიბრძოლიათ და რისთვისაც გიწვალიათ ქართველების განადგურება, ერთობის დაშლა და ასე შემდეგ, აი თურმე ხელახლა შეიძლება შედგეს. და მთელი თქვენი ნაწვალები, მთელი თქვენი ნადედამოწყნულარი 92 წლიდან მოყოლებული, 11-12 წლიდან მოყოლებული, თურმე წყალში შეიძლება ჩაგეყაროთ. ხო. და არ მინდა ეს ვიდეოების ჩააყრა, რომ ემზარკვიციანი თურმე კაის ჩემი ძმაკაცია, მაგრამ კაის ამბობს პატრიარქი. ვინც გინდათ, რაც გინდათ ის თქვით. არ მაინტერესებს მე. ჩემი ოჯახის წევრს, დედმამიშვილს რო კონდეს აზრი, განსხვავებული აზრი, ეს მისი აზრი არის და თვითონ ფიქრობს. მე ისევ ვფიქრობ, როგორც ვფიქრობ. ეს ჩემი აზრია და ჩემი დამოკიდებულება და არ მაინტერესებს მე ემზარკვიციანი რას ფიქრობს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ხო ეს მღვდელია ვიღაცას, მესტვერიშვილი. გიწევი იმას რა ქვია სხვათა შორის გაძლევს საშუალებას ერთი მღვდელო, მამაო და დედაო. დიდი განათლება რო გაქვთ. გაძლევს საშუალებას მომენტ დამელაპარაკეთ ერთი და აგეთ საპატრიარქოს ცოდვებზე პასუხი. თქვენ მე არ მაინტერესებს ემზარი რას ფიქრობს, დავითი რას ფიქრობს, გრიშა რას ფიქრობს. არა ეს ჩემი აზრია. ერთი რიგითი ქრისტიანის. საქართველოს შვილის, რომელსაც აქვს ეს აზრი. და უსაფუძვლოდ არა აქვს. აქ ამ ყველაფერს საფუძველი, ამოსავალი წერტილი, ფაქტი, მტკიცებულება და ასე შემდეგ. ხო. ქალბატონო მაია, მე თქვენ მეუღლეს არ ვიცნობ და ღმერთმა გაუმარჯოს, ახლა ომში გმირებიც არიან, ლაჩრებიც არიან, დეზერტირებიც არიან, მარადიორებიც არიან და ვაშკაცი ხალხიც არის, ამიტომ მე თქვენ მეუღლეს არ შევხებივარ და თუ შეიძლება მე მგონი უადგილო არის ხსენება ის, რომ თქვენი მეუღლის რეგალია შემახსენით მე პირადად. ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა, მათ შორის ჩემი ბიძები არის ამ ომში დაღუპული და ვიცი რომ ბევრი გმირი და ვაშკაცი იყო, მაგრამ ბევრი იყო მათხოვარი და ნაძირალი და გამყიდველი. ნაძირალი და მათხოვარი არაკაცი, ისეთ როგორც არის მალხას თოფურია. ისეთი როგორც არის კობა კობალაძე. ისეთი როგორებიც არიან ვეტერანთა დეპარტამენტის მთელი სანაგვე. ხო, ვიცი მე ეს ყველაფერი. ვიცი. ამიტომ რასაც ვლაპარაკობ და ვიზეც ვლაპარაკობ კონკრეტულად იმ პიროვნებებს ეხება. ხო, ამაში არის საქმე. და მაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი, ბევრ შევწრები ვარ, ბევრი მინახია და ასე შემდეგ. და რაც შეეხება ამ წოვიას, მალხას თოფურიას მინდა უთხრა აქედან. შეკუტუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პუჩისტო
საკუთარი ხელისუფლების, ეროვნული ხელისუფლებისთვის და ქართველისთვის ტყვის მსროლელო. ჩმორო. კაცი რო ყოფილიყავი შენ რო კაცი ყოფილიყავი, ვეტერანები რო გალახეს. იქ გმირთა მოედანზე და მანდილოსანს რო ხელი დაარტყის, ქალი რო ცემეს. 2011 წლის 3 იანვარი იყო, როგორც მახსოვს. ზააგაშვილი. და იქ იდექი შენ აბიჭო არ. ხო, არც გამოგიღია ხმა და არც ქალი ვერ დაგიცვია, ბიჭო. შენ და ბარეურს. და არც მის მერე ამოგიღიათ ხმა და ვერ მოგითხოვიათ პასუხი იმ ძაღლიშვილების მიმართ, რომელმა ძაღლიშვილებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს. თქვენ გვერდში ქალი ვერ დაიცავთ, თქვენ მის სამშობლოს დაიცავთ. და პასუხი ვერ მოთხოვით. შესირო. ხო, კარგად გესმის. ხო, ახლა ნახე ეს ყველაფერი და კიდევ სტატუსები გამოაცვე. პუჩისტო. ქართველზე ტყვის მსროლელი. ჩმორო. ეგე? და კიდე ბარეორმა. და გუგეშაშვილზე ჩახუტებული. ქართულის ჯერ სამეგრელო რო ააწიოკეთ. სამეგრელო რო ააწიოკეთ და მე აფხაზეთი. და ეხლა რო გამოდიხარ და ვინ ჩემი სირი ხარ შვილო, ვის აინტერესებს შენი აზრი. ჩასრილო. ნაბიჭვარო პუჩისტო. მათხოვარო. უბრალოდ სისტემა კარგად აჩვენებს ამ ყველაფერს. იქ პუჩისტების შვილები შეწუხდნენ. მაშინ მოვიდი მისი არ იყო მთელი ალტინფოს ისტერიკა აქ დაწყებული. აქეთ უშუალო პუჩისტების ისტერიკა არის ატეხილი, იქეთ ანაფორიანი მხედრიონელების ისა ისტერიკა არის ატეხილი და იღებენ იმას, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მინდოდა მე ამათი ხსენები. ნაგავს რათაც უფრო გაქეკავ, მით უფრო ხარს და შენს გაყროლებს. საერთოდ არ მინდოდა ამ ხალხზე არც ხსენება, არც საუბარი. შეძრე ამონახეს 1 წლის წინანდელი ვიდეო, როდესაც სახელმწიფო რელიგიის მართლმადიდებლობაში გამოცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქო გამოვიდა წინააღმდეგი. საპატრიარქომ თქვა უარი საქართველოში სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი ბუნებრივი ერთი რიგითი ქართველი ქრისტიანის რეაქცია. რაც იყო. ხო. არ მივდივარ მე ის რაც მაშინ თქვი და რაც აზრი დავაფიქსირე, მე გადაფურთხებას არ ავლოკავ. და არ მივდივარ მე ამ ჩემი სიტყვებს არ უარყოფ. კი, ასე იყო. და კიდევ უფრო დანდობით ვილაპარაკე მაშინ. და ვამბობ, რომ დიახ, საპატრიარქო არის ყველაფერი უბედურებაში გარეული, რაც ქართველი ერის მიმართებაში ბოლო ამდენი წელია ხდებოდა. და ხდება. ხო. და მაგმე ამის თქმის საფუძველი. მე არ მაინტერესებს პაპიზმით დაავადებული ადამიანები რა სიტყვიან, როგორ იტყვიან და რანაირად იტყვიან. ვაძლევ აგერ საშუალებას, ვისაც აქვს ამიხსნას მე გზაცდენილ ღვთის შვილს. ну თურმე ეს ასე არა, როგორც მე ვხედავ და სხვანაირად რო დავჯდეთ და ვილაპარაკოთ დასამალი რა არის. სადა ქვეყანა აგერ. იმასაც ვიტყვი, რომ თეოლოგია ჩემი სუსტი წერტილია, საერთოდ არ მაქვს არანაირი თეოლოგიური განათლება და ის რაც ჩემით შემისწავლია და ჩემით გამიგია თუ არა, მე ღრმა წოდნა, სიღრმისეული წოდნა არ მაქვს, რაც ვიცი, ისიც მკმარა იმისთვის, რომ თქვენ გელაპარაკოთ. ეს ძალიან დიდო მორწმუნეებს. ქრისტე ღმერთის მადიდებლები. დაჯექეთ ეგრე და მელაპარაკეთ. მე იმ წოდნით დაგიპირისპირდებით, რა წოდნას გამაჩნია და თქვენი ღრმა და დიდი განათლებული იმით ამიხსენით ერთი, რომ ეს ასე არაა და სხვანაირადა. ну თურმე ყველაფერი კარგადაა და თურმე მე ვწდები. მაგრამ ამის ტრაგიც არა გაქვთ. არა გაქვთ. გინდა საეროპირი იყავით, გინდა საბეროპირი იყავით. რატო არა გაქვთ, იცით? ცოდვაში ხართ გარეული. ქართველი ერის მიმართ ხართ ცოდვაში გარეული. კი, ანაფორიანი მხედრიონელები. თუმცა იმ მხედრიონშიც იყო ბევრი გულანთებული ადამიანი, რომელიც გამოიყენა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, მე მესმის თქვენი ისტერიკა, გააგრძელეთ ასე თქვენი ისტერიკა,
ბუნებრივი მდგომარეობა, პუჩისტი ნაბოძვარი, დედამოწყნული მალხას თოფურია და ეს მთელი მისი სანაძირლეთი ვინც არიან იმაში შეკრებილები, რა თქმა უნდა, არასდროს არ დადგებიან ქართველთა ერთობის გვერდით, იმიტომ რომ თავის დროზე ქართველებს ყრია ესროლეს. და უბედურება ისაა, რომ ეს ბოზიშვილები ასე დღეს თავისუფლად არიან და მშვიდად არიან და ლამაზად განაგრძობენ ცხოვრებას და არავინ პასუხს არ თხოვს. იმიტომ რომ ამ მოვლენების გამოძიება არ მომხდარა. არ ხდება. გატეხილს კიდე ისე გაჟეჟილს გატეხილი ჯობია. და კიდე ერთხელ ვამბობ. თქვენ ცილის წამებლებო, ამოიღეთ ვიდეო, ამოიღეთ სტატუსი, ამოიღეთ ინტერვიუ, გინდა სადაც მე პატრიარქს დედავაგინე. ან თითო თუ არა სხვა ფორმით შევაგინე. ველოდები. რომ მე მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, მე პატრიარქს შევაგინე. როდესაც წერთ, რომ პატრიარქის მაგინებელი ვარ. და მიგინებია. დადებით. ხო, მე რასაც ვდებ, რასაც ვლაპარაკობ, ფაქტებით ვდებ. ხო. ეკუმენიზმი უდიდესი ცოდვა არის. საკუთარი ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა და შევარდნაძის მხარდაჭერა უდიდესი ცოდვა არის. ზვიადის და მერაბის წინააღმდეგ და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ. ერთხელ არ მახსოვს გაღიმებული იმ პერიოდში მე პატრიარქი. იმ მტკიცებულებასაც დაგიდებთ, როდესაც საპატრიარქო და პატრიარქი ითხოვდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაჭერას. თევს შემიძლია უშუალოდ დოკუმენტიც წარმოგიდგინოთ, ფურცელი. 82 წელი არის, 91 წელი არის, როდესაც ითხოვდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას და ეროვნული მოძრაობის წევრების დაკავებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიასი, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიამ გააპროტესტა მაშინ, რომ მამათმავლები იყვნენ ეკლესიაში. და ამაზე ითხოვს და არის საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმოწერა, ტელეგრამა, სადაც ითხოვდა დაჭერას ამის გამო. მტკიცებულება ოფიციალური დოკუმენტი შემიძლია წარმოგიდგინოთ. უდიდესი ცოდვა არის როლან დახალაიას დაჯილდოება. უდიდესი ცოდვა არის ვანო ჩხარტიშვილის დაჯილდოება. ძალიან ბევრი რამე და სხვათა შორის მე არ მინდა მე ჩემ მეგუბარს არ დაუპირისპირდები ასე ყველას თავისი აზრი აქვს და იფიქროს ისე როგორც უნდა. მათ შორის ქვეყანაში სამშობლოს ღალატი გაუქმებული რო იქნა, პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე იქნა გაუქმებული. პატრიარქმა მოითხოვა კოდორის მოვლენებიდან გამომდინარე ირაკლი ბათიაშვილის პუჩისტის გამოხსნა ციხიდან სამშობლოს ღალატის მუხლი რო ჰქონდა წაყენებული სააკაშვილის მთავრობიდან ქართველი კაცისთვისო სამშობლოს ღალატის დაბრალებაო ძალიან დიდი უბედურებაა. და ნაციონალურმა მოძრაობამ პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე ამოიყო ეგ მუხლი. ხო, ასე იყო. ისევ როგორც სხვა უამრავი ბევრი. მე შავზე თეთრს არ ვიტყვი. მით უფრო როცა საქმე ეხება სარწმუნოებას, რწმენას და სამშობლოს. თქვენ გააგრძელეთ ამ ტყუილში ცხოვრება. იცხოვრეთ და მოახდინეთ კერპის შექმნა, მოახდინეთ საკრალიზაცია პიროვნების და დაივიწყეთ დავით აღმაშენებლის სიტყვები, დავით აღმაშენებლის ჩატარებული რუისურბნისის კრება საეკლესიო სამართალი და ასე შემდეგ, დაივიწყეთ ჯულის კანონი, დაივიწყეთ ქრისტეს სიტყვები, მათეს სახარება და ასე შემდეგ. და ეს რასაც გეტყვით თქვენი მამაო, ისე გააგრძელეთ ცხოვრება. აბა თქვენ იცით. თქვენმა მამაო მიგითხრათ ასე, რომ თურმე ასე ყოფილა და ესე ლეგენდები სხვათა შორის. ლეგენდები თითქოს გადასაკარგავში ყოფილიყოს და ბერი გაბრიელთან დაკავშირებით რო იძახიან, ბერმა გაბრიელმა ასე თქვა და ბერმა გაბრიელმა რა თქვა იცით? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბერ გაბრიელთან უშუალო ურთიერთობაში იყვნენ და მისი სიტყვები თუ
თუ გინდათ ქართველები რომ გადარჩეთ და საქართველო გადარჩეთ, ყველაზე დიდი მოღალატე შევარდნაძე ჩამოაგდეთ და დასაჯეთ სიკვდილით ქართველებმა. სიკვდილით დასაჯეთ როგორც მოღალატე, გადააყენეთ პატრიარქი. ეს თუ ვინმე სიმართლე აინტერესებს, ეს იყო ბერი გაბრიელის სიტყვები და არა ის, რასაც თქვენ იძახით. ხო, ის ცნობისთვის რა, ზოგიერთებმა რო იცოდეთ. ცოცხალი ადამიანებიდან ვიცი მე პირდაპირ. და რა ის ღაბრები რა ბერი გაბრიელს საერთოდ გიჟად და რა ვიცი რა თართვლიდით და მათ შორის პატრიარქი უკვე დიდი ხნის პატრიარქი იყო საქართველოში და ბერი გაბრიელის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა. მაგ მშვიდობებით ახლა უბრალოდ აი ამის თქმა მინდოდა და გაგრძელდება მომავალში პროვოკაციები, რომელიც პროვოკაციების ერთადერთი მთავარი მიზანი არის ქართველთა ერთობა არ დადგეს. არ ვიცი მე ამ გადაშენების პირას მყოფ ერში ერთობა არა საუბარი მე ვიქნებიში ვიღაცას ვიღაცა მოწონს რა. თავდგეთ ქართველებო ერთი მიზნის ირგვლივ რომ არ გადაგვიშენდეს ქვეყანა სამშობლო არ გაგვიქრეს. ამათი მას სისტემამ შევარდნაძისეულმა სისტემამ უკვე მიიყვანა ერი განადგურების ფიზიკურად განადგურების გზაზე. ქალბატონო მე გინება საერთოდ არ მინდა და საერთოდ არ მსიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ მაიძულებენ რომ გავცე შესაბამისი პასუხი როგორც იმსახურებენ. ხო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და უფალი ხარ ვერაფერს ერთ რაღაცას გეტყვით რა. სიმართლის გზაზე სამშობლოს გზაზე რა ტრიუკებიც არ უნდა ჩაატაროთ. არ გაგიوات ეს ყველაფერი. არ გაგიوات. სანთელ საკმეველი თავის გზას მაინც იპოვის და აქედან ვხვდებით რომ როგორი განკითხვა დაგიდგებათ და როგორი შეფასება მოგეცემა და იმედობთ ეს ისტერიკა დაწყებული და ეფარეთ ახლა პატრიარქს. ის უკეთესი მოსაფარებელი არავინ არ აკავთ. პატრიარქის მაგინებლებითაა გავსებული თბილისი. წაათ ვიზია მოთხოვეთ პასუხი. მთელი სალიბერასტეთი. მანგოია ის ეს წაათ მე მოთხოვეთ პასუხი. სოროში შეძვერით ჩასვლილებო. სოროში იქა თქვენი ადგილი. ბუნაგში. ვერ ხდება ზოგიერთი ქალბატონი და ეს მისი პრობლემა არის. ასეთი გამოთქმა, ანუ მონად დაბადებული მონად ვეკბდება. Рожденный ползун летать не может. შეცდომაში შეყვანილი ვინც არის სხვა არ. ანუ მონად დაბადებული მონად ვემოკვდება. ესენი არიან მონები. ებრაელი ბათიაშვილი იყო სტიქაროსანი და პატრიარქმა დიდებელი და ჭანტურია და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. რა გითხრათ? დამთავრდება თქვენი დრო, დამთავრდება მალე. აბა თქვენ იცით.